ნების შვიდეულის დიდი შაბათი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მართლმადიდებელი მრევლი იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ელოდა. ათასობით პილიგრიმს შორის ქართველი მომლოცველებიც იყვნენ. წმინდა ცეცხლს საქართველოში ღამით ჩამოაბრძანებენ და აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება. რის შემდეგაც მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ. Ამ კარში შესვლისთვის პილიგრიმთა ნაწილი რიგს გამთენიისას, ნაწილი კი ჯერ კიდევ ღამით იკავებს. ხალხმრავლობის გამო მაცხოვრის საფლავთან ახლოს ადგილის დაკავება კიდევ უფრო რთულია. ამიტომ მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაულის მოლოდინში მორწმუნეები ხშირად ასე იცდიან. წელს ტრადიციულად ღამით დაილუქა კუუკლიის კარიც. მოლოდინი კიდევ უფრო გამძაფრდა მაშინ, როცა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მართლმადიდებელი არაბები გამოჩნდნენ. ეს უძველესი რიტუალი ტრადიციის თანახმად ცეცხლის გარდამოსვლის აუცილებელი პირობაა. ჩვენი რწმენა მართალია ასე ჟღერს შეძახილი, რომლითაც მართლმადიდებელი არაბები აღდგომის ტაძარში შედიან და იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართავენ. თუმცა მართლმადიდებლებს სჯერათ, რომ სასწაული არ აღსრულდება თუ კიდევ ორი პირობა არ შესრულდა. ცეცხლის გარდამოსვლამდე ყოველ წელს ტაძარში ჯერ საბაწმინდელი ბერები ლოცულობენ, შემდეგ კი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მიდის, რომლის გარეშეც გადმოცემის თანახმად ცეცხლი აქამდე არც ერთხელ არ გადმოსულა. წელსაც იერუსალიმის პატრიარქი ტაძარში ზარების რეკვით მიაცილეს. შესრულდა განმოსვლის რიტუალიც. მხოლოდ კვართით შემოსილი პატრიარქი კუუკლიაში შესვლამდე საგანგებოდ შეამოწმეს. ამის შემდეგ კი მაცხოვრის საფლავის კარი ცეცხლის მოლოდინში დაიხურა. მოლოდინი და დუმილი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წელს 3 საათსა და 30 წუთზე დაირღვა, როცა შეძახილებით მორწმუნეები ცეცხლის გარდამოსვლას შეხვდნენ. რამდენიმე წამში ცეცხლი მთელს ტაძარში გავრცელდა. მორწმუნეები მას ერთმანეთს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების 23 წლის სიმბოლოდ კოლად შეკრული 33 სანთლით უნაწილებდნენ. ცეცხლის გარდამოსვლას ტაძარში შეხვდნენ ქართველი მომლოცველებიც, რომლებიც ერთმანეთს სასწაულის აღსრულებას ულოცავდნენ და ცეცხლს უზიარებდნენ. ყველას გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას შეგეძლოთ. მე პირველად ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ არ უბედნიერესი ადამიანი დღეს. რომ აქ მოვხვდი. მორწმუნეებს სამთ, რომ პირველი 10 წუთი ცეცხლს სასწაულ მოქმედი თვისება აქვს და არ წვავს. ის აღდგომის ტაძრიდან პირველად ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარში მიაქვთ. პილიგრიმები კი მას ჩაუქრობლად თავიანთ სამშობლომდე მიაბრძანებენ. ასე იქცევიან ქართველი მომლოცველებიც, რომლებსაც უკვე წლებია ცეცხლი 1400 კილომეტრზე მოაქვთ იმისთვის, რომ აღდგომის სიხარული სამშობლოში ყველა მართლმადიდებელს გაუზიარონ.